და ხوار ჩავთოთ. რესტორნობა ისი თამაში? დილა. დილამ შვიდობისა და სამშაბათი ხუთშაბათი რესტორნობის თამაში არის ხოლმე. დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც აეხლა ამ წამს გადმერთოთ GDS-ზე. ჩვენ ვიმყოფებით რესტორან შარბათში და უკვე სამზარეულოში გადმოვინაცვლეთ და საინტერესო ორი კერძი ელოდება ჩვენს მაყურებელს და თქვენს, რა თქმა უნდა. გურამ, მოდი მგვითხარი, რას მომამზადე? მომამზადებთ აზიური კერძი არის ჰამესტა ჰომა. ჰამესტა ჰომა. ეს არის აზიური? კი, აზიური კერძი არის, რომელსაც დავიწყებთ გაკეთებას, ამას გავაკეთებთ მარინადს. რა გვჭირდება? გვჭირდება ჩვენ მარილი, გვჭირდება დაღირღილი, წიძაკა და ეს ნაგდება კონტეინერში, გვჭირდება მერე ვინჩესტერის соуსი. რა განსხვავება აუცილებლად ვინჩესტერის соуსი უნდა? კი, აუცილებლად სოიოს соуსი. და? ღვინო და შავი ღვინო. შავი ღვინო. მოდი, რა соуსებია ესენი გითხარი? ანუ ეს არის ჩვეულებრივი სოიოს соуსი, რომელიც ახლა მზადდება სოიოთი, არის ეს ვინჩესტერის соуსი, რომელიც მზადდება ანუ მარტენია ესეთი ხილია, რომელიც მსგავს ხილის соуსი არის. ხილის соуსი არის, რომელიც მზადდება, ძალიან მარტივი ხილია და ძალიან ძვირად ღირებულია, ასე რომ ვთქვა და მზადდება ეს როგორც სოიოს соуსის სიტუაციაა იგივე, მაგრამ სხვანაირი მსგავსია სოიოს соуსი, მაგრამ ცოტა განსხვავებულია და ორივე ერთმანეთს ალბათ უხდება, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. ხო, მოდი გურამ, შენ დაიწყე უკვე კეთება. გითხარი ოღონდ როგორ წვავ ამ ყველაფერს და მაყურებელსაც ვაჩვენოთ აუცილებლად. ესენი იწვება გრილზე. ეხლა ჩვენ შევწვავთ გრილზე ამას და იდება მერე ტომატის соуსში. ეს თავისივე соуსით გადის. მოდი ახლა გადავინაცვლოთ იქითკენ. მე მოგიმზადებ სალათას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ დღეს მოგიმზადებთ სალათას, შარბათს, რომელიც ამ რესტორნის საფირმო სალათია. ვიღებთ მოხარშულ ხბოს ხორცს. ეს ესე იწვება ხორცი. დიახ, ხბოს ხორცის სპეციალური. სანდრო, გვანახე. მოდი. ვანახოთ მაყურებელს. გურამ მოერიდე. არ შევიტრუს. კი, არა, ასე იწვება გრილზე. ანი და ჩელე, ხედავთ ხო ალბათ? კი, ანუ მე ვყვები იმას, რომ ეს ხბოს ხორცი აუცილებლად იხარშება სპეციალური მოხარშვის წესი აქვს. იხარშება ლიმონთან. არა, აქ ვარ მე გამაგრებული, მყარად იქით ვერ გადავდივარ. იხარშება ლიმონთან, ყაბაღთან, აუცილებლად სჭირდება სოიოს соуსი და ვინჩესტერ соуსი, ამას წყალში ვასწავლებ. ეს იგივე რაც ხორცთან გამოდის. კი, მე ამ ხბოს ხორცს ვჭრით ასე წვრილ ნაჭრეებად, აი ასეთ ხლად. ყრით კონტეინერში ამ ყველაფერს. ვუმატებთ ბულგარულ წიწაკას. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერი გამოიყენოთ, თუ არა არ არის აუცილებელი. მწვანე და წითელი ალბათ, ხო? ყვითელი. ყვითელი შეგიძლიათ, მაგრამ თუ არა აქვს დიასახლისებს დაუშვათ სხვადასხვა ფერი, შეგიძლიათ უბრალოდ მხოლოდ მწვანე ბულგარული გაუკეთოთ, ანუ ძალიან ესეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ორი ფერის ბულგარი როგორი სწრაფად დავჭერი ეს ყველა. ოჩახ რა. მოკეთ. გურამ რა ხდება აბა შენსკენ? სულ ცოტა ხანია დაჩა. მე როგორ ცხელა? ძალიან ის არის ცოტა მივცეთ ცეცხლი კიდე. ცხელა. ამაიც უნდა შეიწვა. ცოტა ხანი უნდა, ხო? კი. სულ რაღაც 2 წუთიღა დარჩა. ისა საერთოდ დაახლოებით რამდენი წუთი უნდა? რა განაპირობებს ამ ცეცხლის ამოვარდნას ვერ უნდა მომზადებას თავის 15 წუთი უნდა სულ თავი ბოლო თავი. რა უკაცრავად რა განაპირობებს ამ ცეცხლის იმასო და შენ სასმელი დაასხე? კი, სპეციალური შესაძლებლობა არის, რომელიც საუდება და ანუ შტრო არის, აბსენტია. შტრო. არის. ამ განაპირობებს სწორედ ესეთი ცეცხლი. ვაიმე ძალიან ეფექტური სანახაობა იყო. ხო ისე?
მოდი მე რომასთან გადმოვინაცვლებ. მე ანუ როგორც მოგიყევით, დავჭერი ბულგარული ციცაკა, დავჭერი ხბოს მოხარშული ხორცი, ახლა ვჭრით ანანას. ანანასი როგორ მოუხდება რომ ძალიან უხდება ხბოს ხორცს, კი ბატონო, ახლა ჩავყრით ამასაც. ცოტა უნდა ხო ანანასის? უკეთებთ მარილს, უკეთებთ პილპილს, ეს უკვე გემოვნებით, რა თქმა უნდა, ვის როგორ უყვარს. უკეთებთ მაიონეზს. მაიონეზიც მოუხდება საკმაოდ. შენ ერთხელ გააკეთე ხბოს სალათი და ძალიან გემრიელი. გავაკეთე სხვა რესტორანში, იყო ძალიან გემრიელი, მაგრამ სრულიად განსხვავებულია ის ხბოს სალათი და ეს სხვანაირია. მე მინდა მაყურებელს უთხრა კიდე რომ ეს არის სოკო, ოღონდ სოკო ოდნავ იშუშება, ანუ არავითარ შემთხვევაში ზედმეტი მოშუშვა ამას არ უნდა და იშუშება ღვინოსთან, წითელ ღვინოსთან და ზეითუნის ზესთან ერთად. ამასაც ყველაფერს ვამატებთ ამ სალატს. ესე ჩამოვთვალოთ მოკლედ რა დაგჭირდა? ხბოს ხორცი, რომელიც მოხარშულია სოიოს სოუსთან, ყაბაღთან, ლიმონთან ერთად. ასევე ემატება მოთუშული სოკო ღვინოში და ზეთში. ემატება ბულგარული ციცაკა, ანანასი, პილპილი, მარილი. ახლა მე უკვე ეს არის ყველა ის საჭირო ინგრედიენტი, რაც გვჭირდება სალათის შარბათის მოსამზადებლად, ხო? ამას შემდეგ გავაფორმებ ასეთნაირად სალათის ფოთლებით. ფორმებისთვის ძალიან კი. კი. თითქმის მზად არის, ხო? არა, უნდა ანანასი, აუცილებლად ანანასის გაფორმება კიდე. მაგარი ანანასი ძალიან მიყვარს. ეს გაფორმებისთვის გვჭირდება და არა სალათისთვის უკვე. არა, სალატაში. არა, სალათაში ცოტა გავხსნა. ჩვენ დიახ, მაგრამ ასე ლამაზად შეგვიძლია გავაფორმოთ ეს. ასეთნაირად. ეხლა ამ ყველაფერს ვურევთ. მორჩა შენთან? ეხლა соуს ვაკეთებთ. რომელიც გადმოვიტანეთ ხახვი, კამა, ქინძი, ახალი ხახვი და ამას სოდახანი ხორცი მოშუშავთ ამ ხახვში და ვანილებში. კიდე უნდა მოშუშვა, ხო? გარდა იმისა, რომ იქ გრილში. კი. მოიშუშება, სულ ცოტა ხანი რა უნდა. დავასხავთ ამას ტომატ პასტას. ანუ ცოტა ხანი დრო გჭირდება ამის მოსამზადებლად. ჩვენი სალათი უკვე მზად არის, აგერ ამოვიღეთ წინასწარ გაფორმებულ ხერხზე და ამას აკლია სულ პატარა შტრიხი, რომელიც ჩვენმა შეფმა მზარეულმა გურამმა მოამზადა. ესეთი გაფორმება ნახეთ ლამაზი. ეს ჭარხალი, ხო? ლამაზი ვარდია, ჭარხალისგან გაკეთებული და ასე ზემოდან ლამაზად შეგვიძლია დავადოთ. ლამაზესია. და ეს არის соуსი. ეს соуსია, რისი? ბალზამიკოს კრემი არის. ეს აუცილებლად უნდა მოვასხათ, ხო? აი, ასე ლამაზი. აუ, რა მაგარია, რომა. ძალიან მაგარია. მოდი ეს ჭარხალიც დავადოთ თავზე. ეს ბალზამი. სადა არის სალათის შარბათი. თითქი სალათის შარბათი და ლამაზად გაფორმებული მოდი ეს. ვაჩვენოთ კარგად მაყურებელს. ვაიმე რა ლამაზია რა. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელიც არის, ახლა მე თქვენ დაგაგემოვნებინებთ, ხო? აუცილებლად ეს უნდა დავაგებინო. მოდი, ჩვენი ხორცი რა ხდება გურამ? ეხლა ვასხავთ ტომატს. მოდი კარგად ვაჩვენოთ. აქ შეიძლება გადმოვიდო ეს. იაკით გამოიწვა. მოდი გამოვიწიოთ თან. არაჩვეულებრივია რომა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი. ახლა გადავინაცვლოთ. ძალიან გემრიელია. მოდი გადავინაცვლოთ. რომელსაც უკვე შეეწვა ხორცი. აბა გითხარი ხარ ასე? კი, ეხლა ტომატს შევასხავთ. და შეგვიძლია მოვშუშოთ ტომატში ხორცი. თავში ტომატში. თავისუფლად მოვშუშავთ. 2 წუთი დაახლოებით. 2 წუთი უნდა დაახლოებით ამ ყველაფრის მოშუშვლას, ხო? გადმოვაბრუნოთ ახლა, მოდით, ვანახოთ თან კარგად. და რა გვჭირდება ამისთვის? ამისთვის ახლა აღარაფერი, ყველაფერი აქვს ამას. თითქმის უკვე მზად არის, ხო? დაგები სადაც ჭირდება ჩვენ, ცოტა. ეს ხარე соуზი არის.
მითხარი ხა კიდე მოდი მაყურებელს ვუთხრათ კიდე რა გვჭირდება კარგად ჩამოვთვალოთ გავახსენოთ უბრალოდ ჩამოვთვალოთ ჭირდება ტომატ პასტა ხახვი соусისთვის ხახვი ახალი ხახვი ძველი ხახვიც ანუ თეთრი ხახვი ძველი ჭირდება ნიორი ცოტა აღონ ნიორი დაჭრილი დაჭრილი და არა გატარებული ხო არა გატარებული და ჭირდება კამა კინძი და ცოცხლად მოშუშავთ ამას ყველაფერს მოდი გითხარი რომ ეს რა ეს არის სპეციალური ამ კერძისთვის მომზადებული, რომ ცხლად მივიდეს სტუმართან. აი ესე დაიდება და აქ ცხელი რო იყოს, ხო? კერძი და ცხლად მივა უკვე სტუმართან. ახლა აქედან შეგვიძლია უკვე მივირთვათ? აქედან შეგიძლია. თუ უნდა გადმოვიღოთ თეფს, ხო, უნდა გადმოვიღოთ თეფს. აი მზად არის ახლა ჩერს, წყობს კიდე პომიდორებს მთლიანს და არის უგემრიელესი კერძი. ძალიან გემრიელად გამოიყურება თან. ნამდვილად და ძალიან საინტერესო დანადგარი. საშუალება რომ ცოცხალ პომიდორს ვაწყობთ ჩერის. ჩემმა ძაღლმა იცი და ეს პომიდორი უნდა მოიშუშოთ? ოდნავ ძალიან ცოტად. კი. თითქმის ჩვენი კერძი უკვე მზად არის, ახლა გადავიტანთ უკვე. ურა, მოდი გადავიტანოთ, რომ მაყურებელ მოვასწროთ და მაყურებელმა იხილოს ეს კერძი. აბა გადმოვიღოთ. აქ უნდა გადმოვიღოთ, ხო? მე რაღაცა საშიშ რაღაცებს აკეთებ ნაო. ძალიან ბევრი საინტერესო ინგრედიენტებისგან შედგება ასე. ძალიან გემრიელად გამოიყურება. საოცარი არომატია. როგორ ხართ თქვენ მან? რა ვიცი. აი მე კარგად ვიყავით, სანამ ესეთ გემრიელ რაღაცებს დავინახავდით. აუ რა მაგარია. საოცარი. არის? არა. ეს კამარი. ეს უნდა დაჯგათ ახლა, ხო ეს? კინძი, კამა. ხლად შეინახოს. და მწვანე ხახვის, ხო? ო, ასწავლე. მწვანე ხახვის. მოდი დავადოთ აქ. სხვა ცოტა ღვინოს. ცოტა ღვინო. კი. ღვინო. ამით მე გავაკეთებ უკვე თქვენი ნებართვით რა. პირობა დავასრულოთ. აი ამ შტრით სულ გავაკეთებ. აი ერთ ხლად შეინახოს. და 1 2 და 3 ოლა. ძალიან მაგარია. ძალიან გემრიელად ამას გამახსენებ. ამესტა ჰომა. ამესტა ჰომა? ამესტა ჰომა. აჰა, ეს არის ამესტა ჰომა, ეს აზიური კერძია. აი ეს ამ აზიური კერძით ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ. უგემრიელესი სალატა შარბატი. თქმა უნდა, სალათი შარბატი. აი ესე უნდა დაგემშვიდობოთ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა ამ გემრიელი ჩართვისთვის. გემშვიდობებით დროებით. დროებით ნანუკა. კარგად, ესე იგი, ნახვამდის. შარბატში არაჩვეულებრივი კერძი დავამზადეთ. ასე იმ კომა. ემესტა კომა. ემესტა კომა. და ჩავარდი და მე მაქვს კომა უკვე ისეთი მაშინ რეკლამაზე გავიდეთ რომ მოგასულიერო. რეკლამა.